არის. დავიდა. აგზელებთ რუბრიკას შეკვეთა იტალიიდან და წინა შეკვეთები რაც იყო იტალიის ეს სურათი რომელიც დავხატეთ. აუ როგორ ჩანს. ხო რა მოეწონა თაიდოქში. ვიღაცამ დამიკომენტარა წინა სურათში სუსტი იყო, მეორე სურათში მსუქანია და ჩემს ნახატში არ ჩანს მსუქანი და მე მგონი სურათი რა დავამუშავე, მე ხელოვნური ინტელექტს აღვადგენინე ხარისხი რაღაცები და მე მგონი მაგაზე თქვეს რომ რაღაცა გაპი გვაქო და არ არისო ის ადამიანი. აი ეს არის შემდეგი სურათი, აი ესეც როგორ ჩანს არ ვიცი, ეს რა კარგად. ცოტა აი ასე გვერდულად რო არ აირეკლოს. აქ ბავშვები, მამა, იგივე კაცი არის რა, ესეთი მაქვს მეორე კიდე დასახატი. ზოგადად მეორედ რაღაცის დახატვა არის პირდაპირ მნიშვნელობით მხატვრისთვის ჯოჯოხეთი. მე არ მიყვარს ორჯერ დახატვა ერთ და იგივე ნახატი. ცხოვრებაში არ მაქვს ეგეთი რაღაცა გაკეთებული. დაჟე ნატურმორტი შეიძლება მქონდეს ერთ და იგივე ორჯერ დანახატი, ისიც იმიტომ რომ მაშინ სწავლობდა რაღაცა. ნუ დღეს ყავს ეს მამაკაცი დასახატი და ეს მამაკაცი შედარებით უფრო დიდ ზომაში არის, არ არის პატარა. და იგივე ტექნიკას, იგივე პრინციპს, იგივე მეთოდს და იგივე ფანქრებს გამოვიყენებ. არაფერი არ იქნება განსხვავებული. ერთადერთი რაც არის სხვაობა ეს არის ერთი ადამიანის პორტრეტია, გაცილებით დიდი ზომა და გაცილებით უფრო ცუდი დასახატი არის, იმიტომ რომ ჩემს გემოზე ვერ დავაყენე ვერც კამერა და ვერც არაფერი. მიწევს ფეხზე დგომა და ისე ხატვა. ვიღებთ ჩოლებებ ფუნჩს, ძალიან იაფასიანს და ვნიშნავთ ისეთ ადგილებს, რომელიც იქნება მუქი. ნუ ამ შემთხვევაში მუქი ნაწილი არის მარცხნიდან მარჯვნივ მოვყვებით, მე გააჩინე მე სადმე რამე შენიშნო ხوار გექნება. ყველაზე მთავარი, ყველა რა სიძახ ხელთან მაინც გაგეთებ. ერთ ადგილას უკვე გასაკერია, აი ასმერებზე. და ანალოგიურად და წინა ვიდეო ძალიან სახალისო გამოვიდა. ძალიან რა იყო რა. ვერ ვისიამოვნე პროცესით, იმიტომ რომ თვითონ ხატვა როგორც ასეთი კი ასიამოვნო ჩემთვის, მაგრამ აი ეს გადაღების ამბავი არის ამ კამერასთან ყოველ შემთხვევაში რთული. თან სპეციალური შტატივიც არ მაქვს, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ გადაღებას. და მეწევს გუშინ ვფიქრობდი რაღაცნაირი მეთოდებიც შევიმუშავე, მეთქი ამადამ იმას გამოვიყენებ, ასე დავდგამ იმას სკოჩით მივამაგრე რაღაცებს, სკოჩით არა, წერბოვანი ლენტით. და ეხლა მოდი პრინციპზე ვისაუბროთ. პრინციპი აქაც იგივენაირი არის. ვიყენებ დავქვილ გრაფიტის პანკარს, არ შეგვეშინდეს, გავთამამდეთ, იმიტომ რომ გაღიავება შეგვიძლია. აი ამ ნაწილში არის მუქი. აი ამ თავის არის, რასაც ეხლა მე ვნიშნავ და ამ ნაწილს მე არასწორად ნიშნავ, აი ეს ნაწილი არის მოსანიშნი. ეგ არის თმის ნაწილი. აი ამ ხაზის იქით არის თმა, რომელიც არ უნდა მომენიშნა და ეს არის გადანათებული ძალიან, იმიტომ რომ კამერებს რაც არ ვიცი ახლა მე პროფესიონალი ფოტოგრაფი არა ვარ, ესეთი პრობლემა აქვს რა კამერებს, რომ უკან გადანათებული ფონი როა შენ წინ სივნელეში მყოფ ობიექტს, როდესაც ვიღებ და თავის სახელი აქვს მაგას. ბალანსს ვერ იჭერს. და რადგან ეს აშკარად რომელიღაცა ძველი ტელეფონით არის გადაღებული, ბალანსი აქვს არეული. ფოკუსი და განათება კარგად არის ადამიანზე, მაგრამ უკანა ფონი არის ზედმეტად გადანათებული. ამიტომ ამ ზედმეტად გადანათებამ მეტად თავზეც იმოქმედა. ხო, სხვადასხვა ძალიან საინტერესო ნაწილი არის აი ამ პორტრეტზე. ეს ადამიანი ამ ადამიანის სურათი რო გამომიგზავნის, თვალები ჰქონდა დახუჭული. ანუ მსგავსად აქვს ამას გენეტიკურად თვალები, რომ იცინის, ნუ აქ იღიმის, მაგრამ ეგრე აქვს თვალები. და მთხოვეს რომ თვალი რო გაუხილო და მე კი გავუხელ თვალს, მაგრამ ჩემი ინიციატივით გახელილი თვალი შეიძლება რეალურ პიროვნებას აღარ დაემსგავსოს დახატვის შემდეგ. ამიტომ ხელოვნურ ინტელექტს მიმართე, აისლობ. ხელოვნურ ინტელექტმა არაჩვეულებრივად გააკეთე და შედეგი რო დავინახე, ანუ ისეთი შეგრძნება არ დამრჩა, რომ ეს ადამიანი სიტყვაზე სხვა ადამიანია. იგივე ადამიანი იყო, იგივე სახე ჰქონდა, ერთადერთი რაც იყო, აი თვალი რო გაიხილა, როგორი იქნებოდა. ზუსტად ის შედეგი დადო ხელოვნურ ინტელექტმა, როგორიც მე ვთხოვე და ძალიან გამომადგა ამ საქმეში. ხო, სხვადასხვა ხარისხის გასაზრდელადაც ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ. იმიტომ რომ წინაზე რო განახით სურათი, პირველი სურათი რაც იყო, რასაც გავდა, ორიგინალი სურათი, ძალიან ძველი სურათი რაც იყო, ეგ არის გადაღებული 30 წლის წინ და ნუ მაქედან ფიზიკურად დეტალური სურათის დახატვა შეუძლებელი იქნებოდა, იქ ცოლქმარის სურათზე მაქვს საუბარი, ამიტომ ხელოვნურ ინტელექტმა მიჯიგრე ეს სურათი გამომისწორე ხარისხის მხრივ, მაგანაც რა პრობლემაა, მაგაზე გაწყენინებო. გამოვასწორეთ სურათი. აი ამ სიმაღლეზე არის ახლა კამერა და მე მაქსიმალურად ახლოს უნდა მოვიდე, რომ დეტალები გავაკეთო. თან ყველაზე დიდი მინუსი რაც არის, ფეხზე ვდგავ. ხელის საყრდენი და ეგეთი არაფერი არ მაქვს. ეგეთ ვენტილატორია ჩართული, მე მაგის ხმა. თან არა კომფორტულია ასე ხატვა, მაგრამ მას მე გადავწევ და დროდადრო შეგაჭყვეტებ რა გამოდის და როგორ გამოდის. კარგი. ცოტა ხანი დაგემშვიდობებით. ჩემს დასამუშავებლებს დავამუშავებ. თუ რაღაცა და გვერდიდან დავაყენებ კამერას, მეცობ ცდი. всё, ეგ არის. მოკლედ რაღაცნაირად მაინც ავძელი რომ მომეწყო. დამუშავებაზე გადავიდეთ. შენივრად არის გათხრილი. ამ ადგილზე რომ ზედაც საუბრობდი, რომ ეს ხაზი უნდა იყოს
ხმის და თავის დაშორების ადგილი, იმიტომ რომ ერთლიანად თეთრი რჩება, რომელიც ახლა ოდნავ მუქი არის. ამას ოდნავ კიდე ჩავამუქებ, აქაც სიმუქი აქვს, იმიტომ რომ ეს არის საფეთქელის წერტილი, საფეთქელთან ოდნავი სიმუქი გვაქვს, აქ ხაზები ნაოჭებისთვის და აქ გვაქვს სიმუქი, კაცოდეს. და ჰოი, საოცრება ეს რა დაგვემართა. ვეღარ საზღვრო ძალას, ხელი აღარ ამაქვს მიჩვეულ, გადამეჩვია. მე და ფანქრის ძველი შუღლი გვაქვს, და დავიხმარიოთ და დავბლენდოთ. აი როგორ აერთებს მუქ და ღია ადგილებს ერთმანეთში. ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. კარგი. ეხლა ცოტა ხანი დავთიშავ, დავასვენო კამერამ და დეტალებს დავუყვები და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. დროებით. ესეც ასე. ამის დამუშავებას კი მოვჭით ნაწილობრივ, მაგრამ მთლიანი სურათი როდესაც შეიკრება და გადანაწილდება ეს ჩერდილები და მთელი თავსატეხები, მე გავამუქებ რაღაც ადგილებს, ზოგს პირიქით გავანათებ, რაღაც კუთხე მოუძებნე რო კამერას გადაიღო, იმიტომ რომ ფეხზე მდგომარე პოზიციაში ხატვა არის, ჩემთვის ძალიან არაკომფორტული. მიჩვენე ასე ვიჯდე, გემოზე ხატო, ხელსაც უფრო უკეთესად ვაკონტროლებ. ნახე რაღაც ნაწილებს რო ხედავ, იქით გადავდივარ მაინც მეძახის რო რაღაცა შეცდომა და შეცდომები შეიძლება აქ ბევრი იყოს, მაგრამ მე ვერ ხედავდი, იმიტომ რომ ერთბაშად როდესაც გიწევს ნახატზე მუშაობა, რაღაცა შეცდომებს თვალი უბრალოდ არ გეუბნება, გიმალავს. დროთა განმავლობაში რაღაც პერიოდი როცა გავა და თვალი უკვე გადაეჩვევა ამ სურათს, ეგრევე გიკარნახებს, რომ აი აქ გაქვს რაღაცა შეცდომა, არა აქ გაქვს რაღაცა შეცდომა და მთელი ეს პროცესი გრძელდება ასე. მე მაინც ვერ შევეჩვიე თან გადაღებას და თან ხატვას, იმიტომ რომ ძალიან დიდი დისკომფორტია და ამაზე ვიწუწუნებ კარგი ხანი, სანამ 6x6 არ ვიყიდი ან არ მაჩუქებს ვინმე. ეს ვინმე ვინ არის? დანელია. დანელია, შემამჩნი. დანელია. კოპტერტეკი ხო გაქვს? ხო ჩამო DJI-ის ორიგინალი, მე კიდე DJI ძალიან მევასება. მე ხატვაში გამოვიყენებ, კეთილი საქმე გააკეთე. დაგვეხმარე ღარიბ მხატვრებს. დათო როგორც არის, 1-2 წელი მაცადი. გავყიდით ჩემ ნახატებს. ნეტა რამდენად უნდა გავყიდო ნახატი, რომ სახლე ვიყიდო. ან ვინ იყიდეს მაგდანი ჩემ ნახატს. აი უცხოეთში რო ვიყო, გერმანიაში მაგალითად, იტალიაშიც და ტატუებს იქ ხატავდე. რავი ახლა რაღაც ტატუები მაგ დახატული, რომელშიც ძალიან მიზერული თანხა მაქვს აღებული. იდეაში სულ ყველაში მიზერული თანხა მაქვს აღებული. მე თუ მკითხავ, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა არის ბაზრებს შორის. საქართველოს ბაზარი ძალიან იაფია, გერმანიის ბაზარი ძალიან ძვირია, ამერიკის ხო საერთოდ, იტალიის ჩვენი ფასები აქვს, ანუ მე რომ მაწყობს ეგეთი. ჩვენ რაც უფრო ძვირად დავხატავ, მით უფრო ბედნიერები ვართ, მაგრამ ხალხს რაც უფრო იაფად დავხატავ, ეგენი მით უფრო ბედნიერები არიან და ეს ორი ერთმანეთში ძალიან რთულია რომ დაამთხვიო. ამიტომ არ არის საქართველოს ბაზარი მზად იმისთვის, რომ 1000-ობით და 10000-ობით ლარი გადაიხადოს ნახატში, მით უმეტეს სტატუსში. არა და გამხელა შრომადებს. კი, ძალიან ბევრი შრომადებს სხვადასხვა სამსახურებში, რაშიც ქართველებს უწევთ თუნდაც საქართველოში შრომა ან საზღვარგარეთაც. ეგ არ არის დაფასებული საჭირო დონეზე და შენი ტატუ თუ არ დაფასდა, ყველას საფეხზე ახატია. თან რა არის ახლა ტატუ? ტატუ არის სხეულის გალამაზება. ისთვის გალამაზება, ისთვის დამახინჯება. ბევრი ნიუანსია ამ სფეროში. ყველა სფეროში ნიუანსებია, მაგრამ ყველას თავის მხრივ აქვს რაღაცა დატვირთვა. აი მაგალითად, ტატუს სფეროში როცა გიწევს ადამიანს რაღაცაზე ფასის დადება და ვიღაცისთვის ეს ფასი არის მაღალი, მიუღებელი, მაგრამ ყავს კლიენტი. მაგრამ ვიღაცამ იგივე ნახატ სხვა ფასი დაადო. მისთვის მისაღები არის კლიენტზე მაგ შემთხვევაში საუბარი. და მხატვრისთვისაც მისაღებია ის ფასი, რაზეც უწევს მისი დახატვა. მაგრამ ხარისხები ერთმანეთისგან განსხვავდება, შედეგი არის სხვადასხვანაირი. პირველი ვარიანტი, რომელიც ძვირი იყო ჭალებში და არის ხარისხით მაღალი, მეორე არის ხარისხით დაბალი, მაგრამ გამოდის ის ადამიანი იაფად. რა ხდება ახლა აქ? ზოგი კარგი მხატვარი, ხატავს ძალიან იაფად. ამ ყველაფრის გარჩევა შეიძლება ერთი ძალიან მარტივი გზით. გადადი, გადახედე პორტფოლიოს, რა სტილის ნახატი გინდა, შეაფასე და თუ აქ იმ სტილში მხატვარს ნამუშევარი, კი ბატონო, მიდი, დაეკონტაქტე. ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება თუ სიანს დაჯავშნით და მოილაპარაკებთ როგორი გინდა. თუ საერთო ენას გამონახავთ, ფასის მხრიდანაც და ესკიზის მხრიდანაც, ერთის გახარებული გამოვა, მეორეც. მაგრამ საქართველოში ეგ ცოტა რთულად არის. გადაწყვეტილებებს ღებულობთ თანხიდან გამომდინარე. მესმის, რატომაც არის ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ვერაფერს ვერ დააძალებ, მაგრამ რეზულტატი მაინც თავისას ამბობს ბოლოსკენ. არა, სხვათა შორის ახლა ხელთათმანი რომ მოიხსენე, უფრო მეტი კონტროლი მაქვს ფანქარზე. ეგ მომწონს, მაგრამ ნელ-ნელა ჩანს აქ.
ნახე ხელი რას მსგავსება? That's not a problem თუ როგორც არის. ამ ნახატის, ამ სურათის კარგი ხარისხი რომ მქონდეს. ანუ ეს AI დაგენერირებულია, მართალია, მაგრამ ფოტოაპარატით გადაღებული სურათები უფრო კარგი დასახატია, იმიტომ რომ იმდენად მეტი დეტალი ჩანს, იმდენად მეტ დეტალზე შეგიძლია იმუშაო, რომ თუ გააქვს ჩაციკვა დეტალების მიმართ და გააქვს იმისი დრო და საშუალება, რომ დიდი ხანი იმუშაო ამ კონკრეტულ სურათზე, ბევრად უფრო კარგ შედეგს მიიღებ თავისთავად, ბევრად უფრო მეტადაც განვითარდება და ბევრად უფრო კარგ ნახატსაც მიიღებ. აი კანის ფოკულები რაც არის, ზოგან მუწუკი, ზოგან რაღაცა, ეგეთ რაღაცები რაც უფრო მეტი არის და რაც უფრო დიდი არის. დასახატის სურათი და რაც უფრო მეტ დროს უთმობ, უფრო მეტად პროფესიონალური ჩანს და მით უფრო მეტად არის ფოტორეალიზმის სტილში. მე შემოხდრია რამოდენიმე არტისტი, მოსახელები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ პორტრეტებზე აქვს ნამუშევარი 100 საათი. 300 საათი, 200 საათი, 150 საათი და რაღაცა მსგავს დროს უთმობენ. მე ხამ ნახატს უთმობ დაახლოებით სამუშაო დროში 15 საათს ალბათ. ისიც ალბათ. და წარმოიდგინეთ ახლა 15 საათი რამდენად მცირე დრო არის იმ დროსთან შედარებით, რასაც ისინი ნახატს უთმობენ. თან ჩემზე ბევრად კარგი და ბევრად ხარისხიანი მხატვრები ხომ არიან. და მათ აქვთ იმის საშუალება, რომ კონკრეტულ ნახატს ამდენი დრო დაუთმონ. ანუ იდეაში ერთადერთი საქმე მაგათთვის არის ხატვა. იმ დონემდე ყავთ თავიანთი საქმე და პროფესია მიყვანილი, რომ მაგის მეტი რო არაფერი აკეთონ, ძალიან თავისუფლად შეუძლიათ თავი შეინახონ. წყალებში. მე მარტო ხატვას რო დავუთმო ამდენი დრო. არ გამოვა არაფერი. შეერმწყვლარი მომხდება სული. ამიტომ არის რომ კიდეც დატო უნდა ვხატო. კიდეც პორტრეტის შეკვეთებით თუ გამოჩნდება. უნდა ავიღო. და კიდე უნდა მოვძებნო რაღაცა დამატებით სამსახური, რომ საწყლად არ მინდა რომ გამოჩნდეს, მაგრამ ნუ ეს რეალობა არის და რეალობაზე მაგიტო საუბრობაზე გულახდილად, რომ ცხოვრება შეძლოს ადამიანმა. ამ შემთხვევაში მე შევძლო ცხოვრება. ანუ ერთი კონკრეტული საქმის არჩევა და მისი კეთება არ არის საკმარისი დღესდღეობით, რომ იცხოვრო. და მთელი რიგი სიამოვნება, რაც თუნდაც ამ ხატვას მოყვება, მიიღო. მე მაგალითად ამ ნახატში ჩემს მაქსიმუმს ვერდებ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაქვს მოსასწრები. ანუ ის დრო არ მაქვს და იმ ხელა თანხას ვერ ვიღებ, რომ მაქსიმალური ჩავდო, რაც გამაჩნია, ნერვები, დრო, მონდომება, რომ მივიღო ის შედეგი, რომელიც მეც გამახარებდა, იმიტომ რომ мотиваცია იკარგება, როდესაც ადამიანს არ აქვს იმისი საშუალება, რომ ჩადოს ამაში მაქსიმუმი. რატომ? იმიტომ რომ რო ჩადოს ამაში თავის მაქსიმუმი, მაგას სჭირდება დაფასება. დაფასება როდესაც არ არის, мотиваციაც ანალოგიურად ქრება. აი მაგალითად, ტატუ ჩემთვის იმდენად ახლო და იმდენად საყვარელი პროფესია არის, რომ მანდ მასე არა ვარ. მანდ რაც არ უნდა ღირდეს ტატუ, თუნდაც უფასოდ რო ხატავდე, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი აბსოლუტური ჩავდო. პირველ რიგში იმიტოვდება აბსოლუტურს, რომ ჯერ კიდე არ ვიცი რამ ხელა პოტენციალი მაქვს მაგ პროფესიის მხრივ. ანუ რამდენი რამის დახატვა შემიძლია, როგორი ხარისხი დახატვა შემიძლია, ჯერ კიდე 100%-ით არ ვიცი. და რადგან არ ვიცი, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ ვიჩქარო, თითოეულ ხაზს მივაქციო ყურადღება, თითოეულ ჭრდილს მივაქციო ყურადღება. ნუ მაინც ტატუ იმიტომ არის ეს ასეთ საყურადღებო, რომ ერთი ხაზი გავავლე, მაგას არ ეშველება არაფერი, ლაზერის გარდა. ლაზერამდე სიტუაცია არ უნდა მეყან, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის. აქ ჩვეულებრივად შეგიძლია შესაბამად დაუშვა და შემდეგ ამოშალო. იქ რა თქმა უნდა ეს რაღაცები შეუძლებელი. ამიტომ ტატუში ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები და არასდროს არ მაქვს ის შეგრძნება, რომ კი ყოველთვის მაქვს ის შეგრძნება სიტყვაზე, რომ უკეთესი შემეძლო, მაგრამ რატო შემეძლო უკეთესი, ამას რატო ვიძახი, იმიტომ რომ რო ხატავ, ხვდები რა როგორ ჭირდება, იმიტომ რომ მე ჯერ კიდე სწავლის პროცესში ვარ და ხვდები, რომ ამ კონკრეტულ ნახატს, ამ კონკრეტულ ხაზს სხვანაირი მიდგომა ჭირდება შემდეგში. იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ უნდა მემუშავა ამ თემაზე, რაღაცეები ამ მუშაობის და ხატვის დროს უკვე შევისწავლე და კმაყოფილი იმით არა ვარ, რომ ეს აქამდე როგორ არ ვიცოდი. უკეთეს შემდეგში თუ მომიწევს ამის დახატვა, უკეთესად დავხატავ და ანუ თვით განვითარება რაც არის, რა გულახდილად რო ვთქვა, ანუ განვითარების ის ეტაპები მაქვს გასავლელი, რომელიც შემდეგ კარგ არტისტად ჩამოყალიბე. კიდევ ერთი მაგრამ არის აქ, რომელიც ადრე ვახსენე. მე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს ის ბაზა მომხმარებლების შეგროვებული, რომ ჩემი მუდმივი კლიენტი იყოს, ან თუნდაც ახალი კლიენტი და მოუნდეს ჩემთან მოსვლა. პორტფოლიო კი მაქვს, ნუ მე მომწონს ყოველ შემთხვევაში როგორი პორტფოლიოც მაქვს, იმიტომ რომ ვიპოვე ნიშა და მაგ ნიშას მივყვები, ფერები, თემატიკა
თემატიკა არა, უფრო სტილისტიკა რაც არის. ვაყოფილი ვარ ჩემი სტილისტიკით და პორტფოლიო სტილისტიკით, რომ არის ადამიანი შემოვა, დაინახავს ნამუშევრებს, მოეწონება, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ აქ ისე და ისე ცნობადობის ამბავია. ჯერ არა ვარ იმდენად ცნობილი ამ პროფესიაში, ჯერ არა მაქვს იმდენად სახელი განთქმული და ისე მეტი მომხმარებელი მჭირდება, რომ ეს ყველაფერი მოხდეს. მაგრამ ეს ყველაფერი მე მჯერა, რომ მალე იქნება ძალიან მალე. თან ახლა უნივერსიტეტისგან თავისუფლდები ყველაზე მეტად ეგმახარებს, იმიტომ რომ თითქოს და არაფერი უნივერსიტეტი რა არის, არ გაბრკოლებს, მაგრამ ის ვალდებულება, ის ზერელი ვალდებულება, რომელიც სამწუხაროდ გვაკისრია ახალგაზრდობას და რა გულისხმობა ვალდებულებაში. იარო უნივერსიტეტში ისწავლო ისეთ ფაკულტეტზე, რომელიც არ გინდა, ჩემი ბრალია ისე სხვისი ბრალი არ არის, რომ ეს პროფესია ავერჩი, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არაფერში არ გამომადგება როგორც ჩანს. არ ვიცოდი ცხოვრებაში რა მინდოდა მაგ მომენტში, არ ვიცოდი რას გავყვებოდი, მეთქი რატომაც არა. ავირჩევ ამ ამ პროფესიას. მაგრამ არა, საერთოდ არაფერში არ გამომადგება. გარდა იმისა, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები გავიარე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, გავიცანი ესე თუ ის ადამიანები, ახლო ადამიანები. და ალბათ რო არ ჩამებარებინა ესეთი კარგი მოგონებები არ მექნებოდა და გამოცდილება, რომელიც ეხა როგორი ადამიანიც ვარ, ესეთ ადამიანად ჩამომაყალიბა. კი, ძალიან ბევრი შეცდომას დამიშვია, ძალიან ბევრი კარგიც გამიკეთებია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იროვნულად მან ვითარებს. ყველაფრის გავლა საჭირო იყო მაინც, მაგრამ ბოლოს როცა გახსენდება რაღაცეები, აი უკვე როდესაც ყველაფერი იწურება, ამ ყველაფრის აღქმა შედარებით უფრო მარტივია, შედეგების გააზრებაც უფრო მარტივია, იმიტომ რომ მაყურებლის თვალით უყურებ შენს გავლენის ცხოვრებას და მაყურებლის თვალით როდესაც შეხედავ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას, ყველაფერი თითქოს და მარტივია, მაგრამ უშუალოდ როდესაც გიწევს მაგ მომენტში ყოფნა, მან უკვე ყველაფერი რთულდება. აქაც მასეა ახლა ნახაჩიც რო აიღო, ანუ რო უყურებ როგორი მარტივი ჩანს, ხო, სინამდვილეში რომ აი შეიძლება შენ ახლა მაყურებელი ვინც ხარ, ამ ნახატს უყურებდი და ვუიმე რა მარტივია და რა თვალსაჩინო შეცდომებს უშვებს ახლა ხათვის დროს. კი, ბაზარია რა, მეც რო უყურებ სხვა ადამიანის ნახატებს, მგონია რომ რაღაც შეცდომას რო უშვებს, ნუ თუ ამას ვერ ხედავს, როგორ ვერ ხედავს, ან თვალს ხუჭავს სიზარმაცის გამო. არა, სინამდვილეში უბრალოდ პროცესში როდესაც ხარ, ეს ყველაფერი ხდება რთული შესამჩნევი. თვალის მოსვენებაზე რო ვიძახდი, თვალი უნდა მოასვენო, უნდა დაამშვიდო, შემდეგ უნდა მოხვიდე, თავიდან უნდა შეხედო. და ყველაფერს თავიდან რო შეხედა, უკვე გააზრებული, ასწორებ მაგ შეცდომებს. ან ასწორებ, ან ივიწყებ. ცხოვრებაში ასეა. ცოტახანი უნდა დამშვიდე, თავი ხელში უნდა აიყვანო, გაანალიზო შენი შეცდომები. შეცდომებს როგორც კი გაანალიზებ, ან დაიგიდებ, ან მის გამოსწორებას მიხვევი. ახეთ რა life coach-ი გავიჩითე, ეს life coach-ი და რაღაცებს იმიტომ ვიყენებ, რომ იუმორში გადამაქ. ქართული შესაძლოა life coach-ის მაინც რა არის? life coach. coach და ისეთი წვნელის თემა არ არის რაღაც. მივყვეთ ახლა ნელ-ნელა ჩვენ ამ მამაკაცის ხატას და ცხოვრებაზე საუბარ შევეშვათ. ცხოვრება ისედაც მშვენიერია. ავიღოთ ბამბა და გადავატაროთ აი ამ ნაწილებს. და გადატარების მერე ეს მუქი ტონალობები დარჩება ადგილზე. ღია განაცრის ფერდება. ერთნაირ ფერზე დაждდება რა გან. აი ახლა ჩემი ხატვის მასწავლებელი მხედავდეს ამას რო ვაკეთებ ბატონი ჯანსუღი. ყოველთვის მეუბნებოდა თითით არ დაამუშავ. საუკეთესო ადამიანი. სხვადასხვა ეს დაფა ხარაზე ვხატავ, მაგის დამზადებულია. ზოგადად არის ყველაზე კარგი მასწავლებელი ხატვის. აბსოლუტ სინემა კაცი არის და მაქსიმალურ რეკომენდაციას ვიწევ მასთან სიყვარულს. ფენომენალური ადამიანია პირველ რიგში და მასწავლებელი შემდგომ. კარგი, ახლა მე time-lapse-ზე დავაყენებ, თან გაჩვენებ დამუშავების პროცესს. ყოველთვის მეზარება ტანსაცმელზე მუშაობ. მერც ეხლა არ არის გამონაკლისი. კარგი, ხა ნამდვილად მაშავებ ცოტა ხანი. ოფიციალურად დავიღალე. მოასვენო თავი, ხელები, ფეხები. ესეც ასე. დასრულდა ნახატზე მუშაობ. რავი, რასით? ან ვითვლიდი და დაახლოებით 7 თუ 8 საათი დამჭირდა ნახატის დასახადად და რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი დროც არ არის. იმიტომ რომ ადრე ამ ნახატზე ასეთი ხარისხის ნახატზე დამჭირდებოდა ალბათ 3 საათით მეტი. ჩემი თვალი ამ ნახატს არის შეჩვეული. თითქმის არანაირ ნიუანსს და არანაირ პრობლემას არ ხედავს ამ ნახატში. ბოლო დღეს, როდესაც თვალი უკვე გადაეჩვევა ამ სურათს და ბევრად უფრო აგრესიული გახდება შეცდომების მიმართ, იმ ერთ დღეს დავუთმობ იმ შეცდომების გამოსწორებას. შესამოქმებელი იქნება, ამოსანათებელი იქნება, შეიძლება ხაზიერი დასამატებელი, შეიძლება პირიქით მოსაკლებელი. ეგეთ რაღაცებს უნდა დავუთმო კიდე ცალკე ერთი დღე. იმ ქალბატონმა, ვინამა ჩემიკვეთა ეს სურათები, მან უნდა გადასცეს თავის ნათესავებს საჩუქრად. სხვა რაც შეეხება რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, არაფერი არ მაფიქრდება და დამჭე კიდე ერთი ნახატი დასახატი. აი ესეთი დასახატი მეორე. აუ
რა საშინლად ჩანს, აჰა. აი ესე კარგად ჩანს. აი ესეთი სურათი მაქვს დასახატი მეორე. რაც არის. აბა, ადიოს, ამიგოს.